ილია მეორის ცხედარი კი ამ დროისთვის საპატრიარქოში არის დასვენებული, სადაც ამ წუთებში სინოდის სხდომა უნდა დაიწყოს, ზუსტად 2 საათია და სწორედ დღეს უნდა გაირკვეს დაკრძალვის სხვა დეტალები. საპატრიარქოსთან იმყოფება ჩვენი კოლეგა ზაკ მირიანაშვილი, რომელიც უფრო მეტ დეტალს გვეტყვის. ზაკ, მოგესალმები, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. ზუსტად ამ წუთებში იწყება სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც უკვე ცხადყოფს შემდგომ დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რაც ვიცით არის ის, რომ 16 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ ილია მეორის მსვლელობით. სამების ტაძარში, რომელიც მისი საპატრიარქო მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და ნამდვილი გვირგვინია, მან საკუთარი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში 49 წლის განმავლობაში ქართველი ერის კონსოლიდაცია მრავალჯერ მოახდინა. მზიანი ღამე ის ასე უწოდებდა საკუთარ ამ საპატრიარქო გზას და მნიშვნელოვანია, რომ პირველად 1977 წლის 23 დეკემბერს გაერთიანდა ქართველი ერი მის გარშემო. ის მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს ხმათა უმრავლესობით 45-ვე დელეგატმა ილია მეორის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე 2 დღეში 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ისტორიულად საქართველოს პატრიარქები ეკურთხებოდნენ, იქ მოხდა მისი უკვე აღსაყდრება და კომუნისტური ხელისუფლება აქ იხსენებდნენ დღეს ამას, რომ ხელს უშლიდა ყველანაირად, რომ მაყურებელი დასწრებოდა აი ამ მნიშვნელოვან წუთებს, მაგრამ ქართველმა ახალგაზრდობამ გაარღვია მილიციის კორდონი და დაესწრო აი ამ მნიშვნელოვან მომენტს ჩვენს ისტორიაში და მას შემდეგ მრავალჯერ ილია მეორის ფიგურის და პერსონის გარშემო გაერთიანდა ქართველი ერი. დღეს ასევე იხსენებდნენ იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვაწლი, რაც მან დაასწრო საქართველოს უახლეს ისტორიას, იყო ავტოკეფალიის აღდგენა. მან ქართველ მეცნიერებთან ერთად ათონის მთაზე უნიკალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაამტკიცა და 17 საუკუნოვანი ისტორია აღადგინა და არა ხელახლა მიიღო ავტოკეფალია ქართულმა ეკლესიამ ილია მეორის თაოსნობით, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ის მიღწევები, რაც მას საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე ჰქონდა და სწორედ აი ამ წუთებში, აი ამ დროს, ამ დღეებში ამ ყველაფერს შეაჯამებენ და მოუყრიან თავს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ემოციები, იმიტომ რომ ყველას საკუთარი ილია მეორე ჰყავდა, როგორც ამბობენ. ჩვენ რამდენიმე ადამიანს შევხვდით აქ, ვინც მოდის, რა თქმა უნდა, რთულია საუბარი ამ წუთებში და ყველა ცდილობს, რომ თავი შეიკავოს სიტყვების თქმისგან და მათი ლოცვით გამოხატოს ის დამოკიდებულება უწმინდესადმი, რაც ჰქონდა. ჩვენ ვნახეთ რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც თქვა, რომ თავს დაობლებულად გრძნობს და ასევე ვესაუბრეთ კიდევ რამდენიმე ადამიანს, ვინც აქ საპატრიარქოში მოვიდა. შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომა ზუსტად ამ წუთებში იწყება. ჩემთვის სიწმინდის, სიყვარულის, სინატიფის, თავისუფლების სიმბოლოა და კიდევ პირადად არის აი მამობას მეწევდა მთელი ცხოვრება და ამიტომ ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ერისთვის. ეს იყო აი ძალიან კეთილშობილი ადამიანი პიროვნულად, ძალიან დიდი პიროვნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის. ძალიან დიდი დანაკლისია. ქვეყანას უსამძიმრებ ამ ძიმე ჟამს და გაძლებას ჩემს ერთ ცხოვრობამ შეაძლებინოს რომ გაუძლოს ამ განსაცდელს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს, დიდი დანაკარგი გვაქვს დანაკლისი. ჩემი სამი შვილის ნათლია პატრიარქი და არ შემეძლო აქ არ მოსულიყავი სამძიმარზე და გლოვობს საქართველო და მეგონა რომ პატრიარქის ეპოქაში შესვლა დავიბადე და მეგონა სულ უნდა ყოფილიყო. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ესეთი რაღაცა და დიდი გულის ტკივილი გვაქვს, დიდი დარდი გვაქვს ყველას და ერთთან უკეში მოგვივლინოს სრულიად საქართველოს. პატრიარქს გლოვობენ მისი ნათლულებიც, უმნიშვნელოვანესი იყო მისი გადაწყვეტილება 2007 წლიდან, რომ საქართველოში მესამე და ყოველი შემდგომი შვილი პატრიარქის ნათლული გახდებოდა. ამ რიცხვმა 50,000 გადააჭარბა უკვე. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში ისიც, რომ უკვე 2010 წლიდან პატრიარქმა საკუთარ ტიტულში დაიბრუნა ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია
იმიტომ რომ ის საკუთარ სტატუსში, საკუთარ ტიტულში ატარებდა ერთიანი საქართველოს იდეას, იმას რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, შეფასებები კეთდება, ისტორია კიდევ ერთხელ გადახედავს ილია მეორის მოღვაწეობას. უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად საპატრიარქო ტახტზე მყოფი პატრიარქი, რომელიც 44 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა პატრიარქი გახდა საქართველოს ისტორიაში. ჩვენ დავრჩებით აქ ადგილზე და აუცილებლად გადაცემის დასრულებამდე უახლეს ცნობებს მოგაწვით. რაც ვიცით არის ის, რომ 16 საათზე მსვლელობა საპატრიარქოდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, ხოლო დაკრძალვის პროცესის დეტალები უკვე ცნობილი გახდება სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ.